მოგესალმებით და გილოცავთ ახალ 2026 წელს. Ამ ნაახალ წლებზე საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობის საოჯახო ბიუჯეტი ნულზეა დასული, გამომდინარე იქიდან, რომ წინა საახალწლო სუფრა საქართველოს მოქალაქეებს ისტორიაში ყველაზე ძვირი დაუჯდა. კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ აი ამ უბინძურესი კამპანიის პოპულისტური მიზანი გასაგებია ქართული ოცნების მხრიდან, საკუთარი დანაშაულის სხვაზე გადაბრალება არის, მაგრამ პირველ რიგში მინდა რომ მაინც ძირითად ფაქტორები გითხრათ იმისა, თუ რის გამო იყო წელს თქვენი საახალწლო სუფრა ყველაზე ძვირი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ეს არის 13 წლიანი უპასუხისმგებლო და კორუფციული მმართველობის პირდაპირი შედეგი. პირველ რიგში ეროვნული ბანკის მიერ ფულის ბეჭდვა, მეორეს მხრივ ყველა გადასახადის ზრდა საქართველოში, მესამეს მხრივ საწვავისა და ელექტროენერგიის ფასების გაორმაგება უკანასკნელი 10 წლის მანძილზე და ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის კორუფცია, რომლის მდგენელსაც ბიზნესი იხდის აბსოლუტურად ყველა პროდუქტის ფასით. ეს არის ის რეალური ძირითადი პრობლემები, რომელიც აქვს ქართულ სახელმწიფოს და რის გამოც თქვენი ფასები გაიზარდა და რაზეც თავიდან ბოლომდე პასუხისმგებელი სახელმწიფოა. მაგრამ ამის მიღმა ხელისუფლება აწარმოებს ბინძურ კამპანიას და ცდილობს, რომ მთელი ტვირთი გადაიტანოს სხვადასხვა პროდუქტების იმპორტიორებზე ამ ქვეყანაში. იცით, რომ ჩვენ იმპორტ დამოკიდებული ქვეყანა ვართ, რაც არ არის გასაკვირი ჩვენი ზომის ქვეყნისთვის, მაგრამ აქაც უბინძურესი ტყუილი იხარშება ქართული ოცნების ხელში. რა კომისიაც არ უნდა შექმნან, რა შემადგენლობაც არ უნდა შეიკრიბონ, აი იმ დანაშაულს, რომელიც ქართული ხალხის წინაშე აქვს ჩადენილი ფასების ზრდის სახით, ვერავითარ შემთხვევაში ვერ ჩამოირეცხავენ. რატო ვერ ჩამოირეცხავენ? სწორედ იმის გამო, რასაც ახლა გაგაცნობთ. ყველა ძირითადი იმპორტირებული სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქტის შემომტანი ან ქართული ოცნების წევრია, ან მათი მხარდაჭერი და შემომწირველია. აი მოდით რამოდენიმე მაგალითი ერთად ამოვიღოთ ოფიციალური საქსტატის მონაცემებიდან, რომელიც ჩვენ უკვე გადამოწმებული გვაქვს. ხორბლის ფქვილი და ხორბლის ერთადერთი ყველაზე დიდი მსხვილი შემოტანი. დაახლოებით 70% ბაზრისა უჭირავს დეპუტატ გოდერძი ჩანქსელიას. გოდერძი ჩანქსელიანი არის კაცი, რომელიც პასუხისმგებელია იმაზე, რომ საქართველოში 10 წლის მანძილზე პურის ფასი გაორმაგდა. თუ იმპორტიორებზეა ლაპარაკი, პირველი გოდერძი ჩანქსელიანია ამ სიაში. მათ შორის ის არის შემომწირველიც, წევრიც ქართული ოცნების და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. 2012 წლიდან დღემდე შეგახსენებთ, რომ 189%-ით არის გაზრდილი ხორბლის ფქვილის ფასი. პურის ფასი 90%-ით არის გაზრდილი. შაქრის და სუფთა საქაროზა საქართველოში შემოაქვს კომპანია გეოპროდუქტს, რომლის 100%-ის წილის მფლობელი არის ვინმე ზებურ დუმბაძე, რომელსაც აგრეთვე 2024 წლებში, უკანასკნელ 4 წელიწადში 178,000 ლარი აქვს შეწირული ქართული ოცნებისთვის. ბატონ ზებურს მოკითხეთ, რატო არის საქართველოში შაქრის ფასი გაორმაგებული და თუ გაინტერესებთ, რამდენით არის გაორმაგებული 2012 წლიდან დღემდე შაქრის ფასი საქართველოში 110%-ით გაიზარდა. რძე და რძის პროდუქტების იმპორტიორები, აგრეთვე ყველაზე მსხვილი ერთ-ერთი არის კოშიპსი ევროპროდუქტი, რომელშიც 50 წლის მფლობელი ოცნების ჭიდროდ დაკავშირებული კომპანია GT Group-ი არის. ამ GT Group-ის მაღალჩინოსნები თუ მფლობელები არიან ოცნების შემომწირველები. მაგალითად 60,000 ლარი აქვს 2016 წელს შეწირული ამ კომპანიის დირექტორს ბატონ უსტიაშვილს. გიორგი გველესიანი 2018 წლებში ჯამში 120,000 ლარი აქვს შეწირული ქართული ოცნებისათვის და ერთ-ერთი დამფუძნებელია ამ კომპანიის. 2020 წლის ივნისამდე კომპანიის გენერალური დირექტორი იყო ვინმე ლევან გოგსაძე, რომელმაც 2016 წელს 38,000 ლარი შესწირა ქართულ ოცნებას. მეორე მსხვილი შემომტანი ინგრუპი, მისი ერთ-ერთი 19% წილის მფლობელი ბატონი გიორგი ჭყონია. 2020-2020 წლებში ჯამში 160,000 ლარი აქვს შეწირული ქართული ოცნებისთვის. 2018 წელს 60,000 ლარი აქვს შეწირული. ის წარმოადგენდა ქართული ოცნების ერთ-ერთ განაყოფს მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს. აგრეთვე ერთ-ერთი მსხვილი შემომტანი რძის პროდუქტების Georgian Food Corporation-ი. კომპანიის 20%-იანი წლის მფლობელია შპს ITN-ის მფლობელი არტურ ტოროსიანი 2017 წელს ოცნებას 60,000 ლარი შესწირა. შეგახსენებთ, რომ რძის პროდუქტებზე საქართველოში ფასი 2012 წლის შემდეგ 105%-ით არის გაზრდილი. აგრეთვე იგივე შეგვიძლია ვთქვათ მცენარეულ ცხიმზე მაგალითად, რომლის 90%-ის შემომტანი საქართველოში არის
შპს გრინვილი, რომელიც ეკუთვნის ქართულ ოცნებასთან დაახლოებულ, ძალიან დაახლოებულ ბიზნეს ფიგურას ბატონ მინდია საბანაძეს. 2016-17 წლებში ბატონ საბანაძეს 100,000 ლარი აქვს შეწირული ქართული ოცნებისთვის. იოდიზირებული მარილი შემიძლია მოგვიყვანოთ აგრეთვე კიდევ ერთი საერთოდ მნიშვნელოვანი პროდუქტი. იმპორტიორი შპს ალფა. ამ კომპანიას 2016 წელს 120,000 ლარი აქვს შეწირული ქართული ოცნებისთვის. ამიტომ პირველ რიგში ფულის ბეჭდვას შეეშვით. შემდეგ ის ტარიფები დაწიეთ. აქციზის ტარიფი იქნება ეს საწვავზე მაგალითად თუ დენის გადასახადი, რომელიც გააორმაგეთ უკანასკნელი 10 წლის მანძილზე. აი ამას მიხედეთ და კორუფციასთან რეალურად ბრძოლა მოახდინეთ იმისთვის, რომ კორუფციის წილი არიდოს ნებისმიერი პროდუქტის ფასში, რომელსაც აქ ხედავთ. და კორუფციის წილი რო დევს, ამაზე ეს რიცხვები მეტყველებს. აი ეს რიცხვები ყველაზე კარგად ამბობს იმას, რომ ნებისმიერ ფასში, გაზრდილ ფასში 100% და 102% არის კორუფციის დიდი წილი. აი ამ პრობლემების გადაჭრის შემდეგ, აი იმ ბედოულათების კომისიას შეუძლია შემდეგ დაუაროს აი ამ ხალხს, მათი წევრების და შემომწირველების კომპანიებს, რომელიც მათივე თქმით, თურმე არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ საქართველოში ფასები გაიზარდა. ამიტომ საქართველოს მოქალაქეები აი ამ საზიზღარ სალაფავს ნამდვილად არ შეჭამს, მაგრამ ზუსტად ეცოდინება, ვინ არის დამნაშავე იმაზე, რომ თვიდან თვემდე, წლიდან წლამდე ნაკლები და ნაკლები პროდუქტი არის საქართველოს ოჯახების სუფრაზე და მაგიდაზე. იმიტომ რომ უბრალოდ საქართველოს მოქალაქეები ვეღარ წვდებიან, ვერ ძის ყიდვას, ვერ ხორცის ყიდვას და მალე პურის გახდება პრობლემა. მადლობა.